წარმოიდგინეთ, ბატონო ნიკოლოზ, რომ ასეთ ადამიანს სატანისტებს აქეზებენ და ხელს უწყობენ და მამაოებს და ეპისკოპოსებს იჭერენ უკრაინაში. თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო, რასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ თქვენ რამხელა ბოროტებასთანა გვაქვს საქმე და რა ხდება უკრაინაში? იმიტომ გეუბნებით, რომ ცოტა უნდა მოხვიდეთ გონს, რომ ჩვენთანაც ანალოგიურად ეშმაკი არ გაბატონდეს. ფაქტიურად უკრაინაში გაბატონებულია ეშმაკი. სხვა კი არაფერი არ არის ბატონობა, რომ ღვთის სახლს დაეპატრონენ ეშმაკები. ეს არის ფაქტი. და ჩვენ კადრები ნანახი გვაქვს თუ როგორ ძალის მეთოდებით და როგორ ტყმარტყმებით ყრიან ეკლესიიდან მრევლს და მამაოებს. და ეს სხვა არაფერი არ არის, ეს არის სოდომი და გომორი, ეს არის მთავარი, რომ ამას ბიბლიას რომ წაიკითხავთ, ამას ცდილობს მთელი ანუ ეს ეშმაკის მანქანა ამას ცდილობს, რომ ესეთი მსოფლიო იყოს. არეული იყოს ყველაფერი. და ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ და ჩვენ თუ ოდნავ ანალიზის შესაძლებლობა მოგვეცემა, რა მნიშვნელობაა, კაცო, რა პარტიის მხარდაჭერი ხარ და ვინც არ უნდა იყოს, ხო? თუ ქრისტიანი ხარ, კარგო ადამიანო, ხომ უნდა გააკეთო ანალიზი, რომ რა ხდება უკრაინაში? რომ იქ ფაქტიურად წახალისება ხდება სატანიზმის. ეს არის სატანიზმი, არანაირი სხვა სექტა არ არის. ეს არის პირდაპირ სატანიზმი. და როდესაც სატანიზმის წახალისება ხდება და ხელყოფა ხდება ეკლესიის, ეს სხვა არაფერი არ არის გარდა გადაგვარებისა. უკრაინა გადაგვარდება თუ ესე გააგზელა. იმიტომ ეს მშვიდობა ეხლა რასაც რუსეთის პრეზიდენტი და ამერიკის პრეზიდენტი საუბრობენ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, თორე უკრაინა მართლა გადაგვარდება. იმ ხელა სიბოროტეები ხდება, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ, ეს არის კრიმინალი და დანაშაული, რაც ეხლა ჩვენ ეთერის მეშვეობით ვიხილეთ სამართლებრივად რომ შევაფასოთ ზელენსკაიას მოქმედება, რომელიც მისი ქვეყნის, რა ვიცი, 90% სიღარიბეში იხჩობა და თვითონ როლს-როისი დადით. უამრავი პრობლემაა, სოციალური თუ ტერიტორიული მთლიანობაზე აღარ ვსაუბრობ და ხალხი იხოცება, ხო? და როლს-როისი დადით და მთელი კორტეჟი დადით. და ვისი ფულებით, ხო, ვისი ფულები დადის? ისე უკრაინელის გადახდილის ფულები და იმ ამერიკელების დაფინანსებული ფულებით. და საწყალი ხალხი იხოცება. და ეს ხომ რეალობა, ანუ თქვენ ხომ უნდა გააკეთოთ ანალიზი, რომ ჩვენ რომ ეს დაგვეშვა, ჩვენ რომ ეს დაგვეშვა, ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ხანდახან მე ბატონო ნიკოლოზ უთანაგზნობ ხოლმე ამ უკრაინელებს და ვეუბნებით ხოლმე, რომ მართლა მეცოდებით რა, მართლა ბატონმა კალაძებს სწორი ანალიზი გააკეთა ეხლა შევჩენკოსთან დაკავშირებით და მართლაც ღირსეული ესე ქართული საქციელი იყო, რომ კაცი ჯერ ჭირისუფალია და რა უნდა, ანუ რა კონკრეტული რჩევა ან დარიგება უნდა მივცე, ან რა პოლიტიკური პასუხი უნდა გავცე, ხო? და სწორიც არის. ვენაცვალე გამოთქმაში, იმიტომ რომ კაცი ჯერ ვერ აანალიზებს რამხელა პრობლემაშია. მისი ქვეყანა და თვითონ და თავისი, რა ვიცი, ჩემი პრეზიდენტიო ზელენსკის რო ეძახის შევჩენკო. თორე როგორ შეიძლება რომ შევჩენკოს აანალიზებდეს თავისი ქვეყანას რაღაც გული შეტკიოდეს, აანალიზებდეს და შემდეგ არ იძახოდეს რომ მაგალითად ზელენსკი ცუდი კაცია. დარწმუნებული ვარ, ბატონო ნიკოლოზ, მოვა უკრაინაში ძალიან მალე ის დროს, რომ შევჩენკო იქნება კიდე სხვადასხვა პირები, რომ ძალიან მალე იტყე, რომ ზელენსკის შეცდომა იყო. გასაგები. დიდი შეცდომა იყო და არა მარტო მაგას იტყვია. ზელენსკაია და ზელენსკი და მისი ეს ბანდა გასამართლდება კიდევაც და ჩვენ უამრავ სასამართლოსაც ვიხილავთ, ჩემი სიტყვები დაიმარცხა.